მაშა მიდი. ახლა თუ გავჩერდით ამეძრა. Bonjour. გამარჯობათ, მეგობრებო. 1 წელი შეუსრულდა ჩემ YouTube არხს. ვილოცავ და გილოცავთ. ხოდა, რაღაცა არ ვიცი რა, რაღაცა მინდოდა მექნა რა, ისეთი ცოტა განსაკუთრებული და ცოტა განსხვავებული. მე ვიფიქრეთ, ცოტა ვიფიქრე, მოგეხსენებათ ახლა სპონსორებით მე ვერ დავიკვეხნი, ამიტომ ისევ ჩემი ხარჯებით და რაღაცა ჩემი მონდომებით ვიფიქრე რომ გავაკეთო საჩუქარი რა. გავაკეთო საჩუქარი რომელიმე გამომწერზე, იმიღბლიანზე. რომელსაც რენდომაიზერით გამოვავლენ. უბრალოდ ერთი თხოვნაც შემისულა შენ იღბლიანო გამომწერო. Instagram-ზეც უნდა ყავდე გამოწერილი და რა თქმა უნდა ლინკი იქნება აქ აღწერაში ამ ვიდეოს აღწერაში და მე მგონი ისედაც ყველა ვიდეოს აღწერაში მაქვს Instagram-ის ლინკი. ხო, საჩუქარს შეეხება. რამე ისეთი გრანდიოზული არ არის და იმედი არ დამცინებ. აი, ძალიან კარგი ვისკს ვიკისრებ. თუ მოტო ყავს, მით უმეტეს ჰარლი თუ ყავს, რავი, ამნიშნულობა აქვს, მაგრამ იმიტომ ვამბობ, რომ ეს ჩამოვიტანე ჩემი სახლისთვის გერმანიებიდან. ხო და გაჩუქებ ამას თუ ჰარლი ყავს. თუ არაფერი არ ყავს, არც ჰარლი ყავს, არც სპორტი ყავს, არც სკუტერი არაფერი, შემიძლია აგერ ჰარლი თუ მოგწონს, ჰარლი შემოგთავაზო. თუ სპორტი მოგწონს, სპორტი შემოგთავაზო. ხო და, ნუ რავი, შენი გემოვნების მიხედვით. ვისკი ახლა ისედაც და ასედაც ვინც არ უნდა იყო გაჩუქებ. ხო, ეს რაც შეეხება იღბლიან გამომწერს საჩუქრად ჩემგან გვერდით დგომისთვის და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველა გამომწერს. გაგვიმარჯოს ყველას ერთად 1636-ვეს დღეს ესე ვართ. აი ვისკი გაია, ხო. და რაც შეეხება ხა იმ ხალხს ვის გარეშეც ეს ამბავი ნაკლებად გამოვიდოდა რა. ან გამოვიდოდა, მაგრამ ესე ხარისხიანად ნამდვილად არა. პირველ რიგში მინდა ჩემი მეგობრებს და ოჯახს უთხრა მადლობა. ზიკო ჯაი, ჩემი პროდაქშენი. ვიჭებო ძალიან დიდი მადლობა. გვერდით დგომისთვის თავიდან არც მონტაჟი ვიცოდი, არც გადაღება ვიცოდი, არაფერი მე არ ვიცოდი. უბრალოდ ვიცოდი, რომ იუთუბერი მინდა ვიყო თქო ესე ვიცახოდი. ხო და ზიკო და ჯაი ძალიან გვერდით დამიდგნენ რა. მადლობა მაგ ხალხს. ასევე GoPro Club Georgia-ს გარეშე ჩემი პროექტი პოდკასტი ძალიან ძვირი დამიჯდებოდა, მეგობრებო, ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ჩემთვისაც ახლა აი აპარატურას, კამერას, ხმას, რაღაცებს, აი ისე ვაკოციცებ და ისე ვყიდულობ რა, რომ გამოზომილად, რომ ახლა ეს არის უეჭველი საჭირო და უნდა ვიყიდო და ესე რა. ხო და ძალიან დიდი მადლობა GoPro Club Georgia-ს. ძმებს უკაკიძებს უღრმესი მადლობა. ძმები ხართ ბიჭებო, იცით რომ თუ რამეში დაგჭირდეთ, თქვენ გვერდით ვარ. მენკეივს ძალიან დიდი მადლობა დასაწყისიდანვე რომ მეხმარებოდნენ და არ შეიძლება არანაირად რო არ თქვა გარაჟი 31 და M Custom. ბიჭებო, ძალიან ჯიგრები ხართ რა ძმებო. ძალიან გვერდით მიდგარან მეგობრებო, რომ იცოდეთ ჩემ მოტოს რამე რო ატკივდეს. რამე რო ატკივდეს, ეგრევე სასტრაფო დახმარებასავით არიან, წკავ ყველაფერს აგვარებენ ძალიან მაგრად რა. და ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ეხა კიდე ვის გარეშეც აქამდეც ვერ მოვიდოდით. მადლობა ყველა სტუმარს. ვინც იყო ჩემთან სტუმრად მოსული მეგობრებო, უღრმესი მადლობა. პირველ რიგში გასაგებია რომ უმრავლესობა მეგობრები ხართ ჩემი, მაგრამ იყო იქ ხალხი, რომელთანაც გადაკვეთა საერთოდ არ მქონია ცხოვრებაში და მადლობა იმ ხალხს განსაკუთრებით, ვისთანაც გადაკვეთა არ მქონდა და მაინც მოვიდნენ, დაინტერესდნენ, მოეწონათ ჩემი პროექტი და დათანხმდნენ სტუმრობაზე. ძალიან დიდი მადლობა. ხო და მეგობრებო, საჩუქარი გავუკეთე არხს. და უნდა გაჩვენოთ საჩუქარი. ამას დავამონტაჟებ, მაგრამ მე ღირსა მეგობრებო. დრონი გვაქვს მეგობრებო, დღეიდან დრონი გვაქვს. ეხლა რა ვიდეოც მოდის ამ ლაპარაკების შემდეგ. იქ დრონი არ მქონდა.
შესაბამისად ცოტა ისეთი ერთკამერიანი და ჩემი ლაპარაკიანი ის არის რა ქვია ვიდეოა რა ენდურის მომდევნო ეტაპი უბრალოდ მეორე ვიდეო ესეთი საჩუქარი გავუკეთე YouTube არხს და იმედია უფრო აწევს ხარისხს დავდოთ აქ იხდება ხო მე მგონი ხა უფრო ხარისხს ავწევ იმიტომ რომ ხო კიდე მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისაც ეხვეწებოდი ამ მთელი წლის განმავლობაში რომ დრონის კადრები მოეცა და მაძლევდნენ არავის უარი არ მოთხოვს ხო კიდე იმ ადამიანებსაც მინდა მოუხადო მადლობა ვისგანაც რატომღაც არ ვიცი რატო დავასკვენი მაგრამ მეგონა რომ ლაშამ YouTube დაიწყო და ძალიან დიდი საფორტი წამოვიდოდა არ წამოვიდა რასაც ველოდი და მან ჭკუა მასწავლა ამიტომ დიდი მადლობა ოზიშვილი ვიყო ხო ეხლა დაგიტოვებთ ვიდეოს რომელიც რამოდენიმე დღის წინ გადავიღე ენდურიზე იმედია ისიამოვნებთ დამიწერეთ მოლოცვები აუცილებლად მივიღებ და დამიწერეთ თქვენი აზრი ენდურისთან დაკავშირებით ხო კიდე რაც თავარია არ დამავიწყდეს ავიწონე და ბოდიში და ის ვარ კილოგრამი ვერ ვამბობ 110 კილოგრამი ხო საკონელი შეიძლება ითქვას ასე რომ ნახოთ 110-დან რამდენზე ჩამოვალ ამ უამინდობის გამო ეზოში ვერ მოვაწყო ის რისი მოწყობაც მინდა და სავარიშო სივრცის მაგრამ ამინდები გამოდის უკვე ნედლენა და მაგასაც გადავიღებ ყველა ვარიანტში გაჩვენებთ კიდე ერთხელ გილოცავთ ძალიან ჯიგრები ხართ და ძალიან დიდი მადლობა კიდე ერთხელ გახსენებ შენ იღბლიანო გამომწერო ისევე როგორც ჩემი YouTube ჩემი Instagram-იც გქონდეს გამოწერილი და ალბათ риლის სახით თუ შორტის სახით როგორც ქვია დავდებ ვიდეოს სადაც რენდომაიზერით გამოვავლენ გამარჯვებულს და მინდა რომ ესე ყოველ წელს რაღაცა საჩუქრები გავაკეთო რა ყოველი ერთი წლის გასვლის შემდეგ ყოველ დაბადების დღეს ესე ვთქვათ ხო და იმედია შემდეგ წელს მეტი საშუალება მექნება ხა ხედავთ აღარ დამჭა ფარა ცოტა უფრო სერიოზული საჩუქარი რომ გავეკეთებინა ხო ძალიან დიდი მადლობა კიდე ერთხელ ყველას და ისიამოვნეთ ვიდეოთი გამარჯობა ენდური გუში ნახავდით მეგობრებო კადრების გადასაღებად რომ თუ გუშინ წიდიყო ის კი გუშინ წიდ კადრები რო გადავიღეთ დრონით და ის კიბერო დავლაშქრებო რომ ავედი წესიერად პირველ წლაზეც ავედი მაგრამ ცოტა გაუბედავად და ფინალამ წამექცა და გუშინ წინ ცოტა თამამად ავედი რამაც უკვე გამიჩინა ამბიცია იმისა რომ შემიძლია ნელ-ნელა ისეთი ადგილების დათვალიერება დავიწყო სადაც არ ყოფილვარ ირგვლივ აქვე მანკოდამდე არის ვეჯინი დავიგეთ ნახოთ გზა ვიცი საით უნდა შევხვი მე იქეთ ნახდება არ ვიცი ციფში რაც უნდა აწერია იქ ვეჯინის გადასახადები ვარ ნახოთ ვეჯინი დღეს იყოს ვეჯინის დღე აუ როგორ ასწავლეს დამავიწყდა რომ ხეზე დატომა შეიძლება და რაღაც და ის და ეს და ოპა შეგიძლიათ თამამი ლაშა მიწოდოთ უკვე მეგობრებო არა გუშინ ისეთი რაღაცები ვნახე ხასკიბარში თამამი კი არა ხალხი რაღაცებზე დადიოდნენ ესეთი ბაიკებით აკრა სოფელი დიკურები არ გვაინტერესებს შეგვაინტერესებს დღეს ვეჯინი და რაღაცას ვამბობ და დამავიწყდა ხო არა უშავს ლაშა ბილობილი ლაშა ვილა ვეჯინი მარჯვნივ ვაი სანერგიო
არ არის ისე ცუდი გზა რომ ხაზე ვაი ვიძახო და ვაი ვიშიალტიხო რა ჩვენ უკვე მამაცები ვართ მე და ენდური აი და არც ეგეთი მამაცები არ ვართ აქ რომ მომიცურდეს ოპა რა კომფორტულია ამ ბაიკით ესეთ გზაზე სიარულეში იტურა ხელა ძაღლიანში ვა მე მგონი გეჩეში და ჩვენ კარგია დავფრთხით უი დაბულია დაჟიჩი სარკერო არა მაქვს როგორ ტეხავს მომსდევს არ მომსდევს იქმინა ფეხზე უკვე თუ გადავრჩი გამხელა ძაღლები ყოლია რა არის ეს გაჩერდი ცუგო გეხვეწები დავანები თავი რა მაგარი ადგილია ჩი ora, ეხა უკვე ვაღიარებ რომ სოფელში ვცხოვრობ. მიუხედავად იმისა რომ თბილისის აი თუნდაც ცენტრალურ უბანში ბევრ თბილისელზე მალე მივალ და კომფორტულად აიც უკვე ვაღიარებ რომ სოფელში ვცხოვრობ. და რომ თბილისში ვცხოვრობ ესეთი ადგილები არ გაქვს. მე კიდევ აქვს სოფლელი ვარ. აზარი ხარია საფარის მონასტერი არის რაღაც მე არ დავიკარგო აქეთ მიხეულ მოხეულებში რომ დავდივარ მაგრამ მონასტერი თუა დიდი ძაღლებიც ეყოლებათ ხო ძალიან დავისმენდი ამოწო დიდი ძაღლებზე ოპა ავაი ლაშა შეგიძლია დიდი უისა ბენზინი კი არ შემოწმები ოპა, სადღაც ამოვედი. გამარჯობათ. მე მგონი ვიღაცის ეზოში შემოვედი, ჩემი კაი, ეს რა უხედი. არა, აშა, ეს უზრდელობა. შეიძლება, ასე ლაშა, შემოაბიჯე აქ. მივესალმეთ რა ჯიგრულად გამარჯობა მეთქი ოი და როგორ ვატრიალე მაგას ხო არ ვიჩნდებთ ხო შევთანხმდით ეგეთ რაღაცებს ოხ ჩივი სასაცილო კაცი ხარ ლაშაი ეს და პირველშია დავჯდე და მიმტყუნოს ეგ მაწყობს ახლა მე არ მაწყობს ამ უცხო ხალხის ეზოში ხარ წავიქცე იტო ვიყურებდეთ ისე გავკირებული გამარჯობა თეთრი შევედი ეზოში აუ ნახეთია просто მედია ჩას კამერაში სტორს დავით უნდა გავაგზავნო მეგონი გზა უკვე ხوار დავბრუნდე ჩასრული მოვჩვით დედიკო გზა შემეშალა რასწე წამს ეძახი 250 შენ და რა ვიცი რა 7 ტონიან კაცო ესე აბზრიალეს ვა რა მაგარია ისეთ გავიღაცის კოტეჯი ვა ეს მე მგონი სასტუმრო ვა თუ სად მოვედი ვა სად ვარ ტყეში ვარ ბიჭო ტყეში ვარ ავედი ტყეში
იმედი აქე და მე სახს მივაგდებ მართლაც. რომ დავიკარგო და ტელეფონის რო არ იჭერდეს, რა კაი ხდება? იქეთ გადაკეტილია რაღაც. აქეთ მანქანის კვალი არის, რაც თავად. ანუ თორე ცივილიზაციას მოწყვეტილი არა ვარ. მოკლედ მეგობრებო, ვაფშე არა ვარ ეგროჯა, ესე რომ ეგრე მებოდიალა ცხოვრებაში, აი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მაინც. ხო და სიბერეში რა დავემართა? ო, არც ისე ეგრე ყოფილა, შედობები. კარგია, იმედს მაძლევს. იჰა, დავაი. ოპა, სათმობილი. ვიღაცას კერძო საკუთრებაში და კიდე წინ რატომ მივდივარ? შეიძლება ვინმე მკითხოს? ალო, ლაშა. ლაშა, სად ვიდიხარ? აი ესე რომ მკითხოს ვინმე, პროსტა სად ვიდიხარ? ლაშა ვერ ვეთქვი. აი კიდე ვიღაცის ძველი ეზოა როგორც ჩანს, დავტრიალდე ჯობია ეხლა ყველაფერს. ჩემი სცენა ჩავრთო ეხლა ჯობია ვერ მგონი ყველაფერსო. ვინმე დამირეკა გავიგო. და უთხრა რომ ტყეში ვარ, ბრატ, არ ძალია სიმონ. წებე მარიო დაიგი სიმონ, ტყეში ვარ დაიგი სიმონ. ოპაჩკი, აქეთ ხო გადაკეტილი იყო როგორ კი ბატონო, სწორად მახსოვს. კარგი, მე ხა ვაფშე ესეთი ადგილი ხო არ მოვძებნა, ცოტა დაუსახლებელი კიდე უფრო. არა, რა ვიცოდი ხა აქაც თურქის დავხდებოდი. შენობები ამ ტყეში რომ შემოვედი, არც ტყე ყოფილა, მეგონი კერძო საკუთრება ვაფშე. რალამაზიეზო. საიდან მოვიდი? იქეთ ხო, ქვევიდან მოვიდი. როგორ ჩაქრობაა თქო. აქედან მოვიდი ყველა ვარიანტი ქვევიდან მოვიდოდი. ხო, ერთი ინციდენტი დავემართა უკვე ამაზე. აქ თუ ხედავთ ესეთი ბურთულა რო აღარა აქვს. ადგილზევე სანამ დავჯდებოდი, დამიწვა მოდო, აქ ხელი მეკიდა, მე კათითი ჩამყვა. მაგრამ გადავრჩი. მე კიდევ შევძლებ დაკვრას. ასე მარტივად ვერ მომიშორებთ ქართული როკ-ენ-როლიდან თქვენ. ფენიქსი ვარ, მე ისე ვაღუდგები. პროსტა ახლა ლამაზ ცხოვრებას ცხოვრობ, მაცადეთ არ ძალიან თქვენთვის თქვენ დედაც. აქეთ ვიყავი? მე მგონი ვიყავი, ხო? კი. ვიყავი. ახდად ვიყავ. ერთი აღმოაჩინა ისეთი ვერაფერი. რო შემიტყუოს, რა ხედია ჩემ. მე მეგონა ჩემგან იყო მარტო გაიხედი. აი ეს ვაფშე რა ყოფილა. არა მე უფრო ახლოს ვარ. ენდუროს რო აჭენებ და უცებ სიგარეტი რომ მოგინდება. რა მაგარია, მოდი აქეთ შევხედოთ. რაღაცა ბევრი ნავლელი არა აქ მანქანას აშკარად. და ხაც ვიღაცის კერძო ტერიტორია. აუ ბიჭო, ეს უნდა იყიდო ახაურობა რა კაცმა რა. ჩემი კაი, თუ იყიდება რა თქმა უნდა. კეთეს ადგილდა სად უნდა იცხოვრო პროსტა. თან უმეტეს თუ თბილისში ცხოვრობ და თბილისთან გაგსად. პროსტა ნახე და სახლა რო გამოდიხარ და ეს ხედი რო გაკ. კიდე რამე დავიქეცი.
ჩემგანაც იგივე ხედი არის, ცოტა ხვევით ცხოვრობ. აქედანაც ძალიან კაია რა. ნამდვილად. ახლა კუსურა შენ არ დავიწყო, მან ჭიდაობა თუ კაცი. შენ როგორ გავუხარდა ჩემიდან ახო? ძვაკაცის მოუყვანია. არ გადავრიოთ ახლა. მაიმუნებო თქვენ. ხო, ჯიგრები ხართ, არა ხართ მაიმუნები. კაიცუგები ხართ. უცა ბედად ახლა ძგაფდა რომ იყვით. ძგაფანა. ეს არის ვეჯინი. გავაფართოებ ნელ-ნელა რა, ჩემი სახლის ირგვი რა. ეხა ახლოს მოვედი ვეჯინთან მოვედი. მამკოდაც ხო არ მოვინახულო რა მიდის ჩემი ჰა. აუ კაი ეზოა და კაი ხეებით არის თან. იფიფი ფუფუფუ. აგერ არის თბილისი. მე მგონი მე ბოლოს იმას დავიწყე, რა ქვია, მაკლერობას, რა ვიტებს ოქით. აქ პროფესიას ავირჩევ იმ რეკლამას გავაკეთე. შემეხვიანოთ მეგობრებო, მე მაქვს მიწები გაგფასებში. არა სასოფლო, რავი, რომელი გაინტერესებს. არა, ეს კი სახლია წამოჭიმული. ცოტა ის არის, რა ქვია, ხავრობაში არ ჯდება რა. ვაიმე სამაგიროთ. ამის ხმაში ჩავჯდები მე ხა თუ არ მოუჩქარე. ნაღა მაიწვიტა რა ხილა მოსწრი ხოჩი. მიადგი რო გაშინია. მეც მეშინია, მიდი. არა აქცი ნატროზი. არ უნდა იხმარო ჭკუათ ყოფელმა. მე გასიალდები, გავარდები. მიდე დავარი რეჯო. ჯობია პირველში გადავწო. მოტორმა შემაჩეროს. ახლა მე ვიწვალო. ახლა მეორე შეუნაცვლე. იგი ლაშა მესამეც შეუძლია ამ გზას, მაგრამ მე დააბრუნე ისევ. აი მე რო აქეთ მოუხვიე და აქეთ რო არ მომეხვია, ხო პირდაპირ წავიდოდი. წავიდეთ პირდაპირ. რა ხდება პირდაპირ? ხო თქვით სივათქო რომ გამოვედი. არა მეგობრებო, უბრალოდ სისხლი არ მოძრაობდა ჩემ ორგანიზმში. ოთაკეთ. ხა მოძრაობდა და აღარ მცივა. ორა ნაჭრელი აქვს გზა. აქაც კაი ბევრი ხალხი ცხოვრობს, ნახეთ. ოპა, აი სირთულე, ლაშა მიდი. ენდური გეხვეწები, არ მიყალატო. ოპა, ბიჭო, ხო არ ხარ და აიმე ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი. აიმე ლაშა მიდი. ახლა თუ გამჩერდი დამეძრა. ჩემი აიმე მიდი. ო ბიჭო არ თავდება ეს საშინელება? ბიჭო არ თავდება, არ მინდა დავთავრება. ვაიმე. აი რო ვიძახდი. გავჩუმებული ხარ. და რას ვიძახდი? მე ცუდ გზას და სად მოვედი? ვიღაცასთან მოვედი, არ გადავრიო.
ვიღაცა ცხოვრობს აქ თუ ეს რა ვიღაცა დაკეტილია ტყე არის დაკეტილი მეგობრებო ტყე დაკეტეს ვაუ სად მოვიდი ნახე ჩემი დაიდიკალა ტყე არის დაკეტილი ეხლა თავარი არის შვიდობით დავბრუნდე და დღევანდელი გამოსვლით დედ დასკეთებით მაყოფილი ვიქნები დავარ შვიდობით დავბრუნდე აბამითი ხო ცოტა უკამდა დავჭიდე ამ დროს ეს არაფერი იქ რანაირი ადგილები გამოვიარე რა ვიცი ეგრე სწორ ხაზზე ფეხით ვერ დავდივარჩა ვიდი ენდური ოპა ეს არ უნდა დამეყართოს ვიდი ოპაჩკი დავაი მისი დავაი ოპა ენდური არ გადამრიო ენდური დედა იბერ სიჩქარიდან ამოვარდნილა სიჩქარიდან ამოვარდნილა გაზი მივეცი არ წავიდა და გადავრჩი მაინც გადავრჩი ვინც გადარჩა ისევ ის რომ გადარჩა ვაიმე რა გამღერებს შეჩემისა კონცენტრაცია აი მეორეთი დავაიღო პირველი ძალიან მელა ეგეთი ბანძებიც არა ვართ ხო სულისი ძალიან დიდი რატომ მეჩვენა რომ ავდიოდი ხება ჩაჯუნა სუნა მაგიტომაც პატარა ჩაჯუნა სუნა იყო ოპა come on enduri come on ვეჯინი დაპყრობილია ხო ვიღაც ვიყავი ეზოში რო შევედი ვიღაცასთან დაუბრუნდეთ ოპა შეგიძლიათ მიწოდოთ ლაშა თამამი კი ბატონი დაუბრუნდი დავაი გადაიარე 9-9 გოა გადაიარე მიდი ენდური შესკენვა ავარია შესკენიყო მოკლედ ეს იყო რა ეს არის მეორე წესიერი გავლა ჩემი ენდურით ესე რა ნელა დამამუხამებ რა